ბუნებაზე საოცარი რამ არის არსებებს არასდროს მეგობარი რომელიც მუდამ მოგცემს აი გადაიღო ჩავიდეთ ლაზარე წვიმის წვეთების ხმა ისმის როგორ გადაიღო აბა დავიღალე სამშეჯდა ნამსხვრე ხო არ გესიამოვნება ძალიან სასაცილოა იوارჯიშე ჩემს ავით ყოველდღე და თქვენს გული წაგივათ თან იმ დღეს არ მქონდა ნაჭამი კიდევ კარგი ნიკამ ხელოვნურის მქვა გაგიკეთა რა კაი ხორობ შენის მოსული ერთ ორ წამში არავინ არ ჩარეულა დე კაი რამე ხომ არ გვეთამაშა უნო აუ მომბეზრდა უნო მეც მონოპოლი ბოლოს გახსოვს მონოპოლი რო ვითამაშეთ რა მოხდა ხუთი დუნა გადავსულიყავ 4-ით აუ რა 4-ის ეს რაღაცებს აფერისტობს მე ვაფერისტო მადლობა თქვი წინა რაუნდზე თვალი რო დავხუჭე შენ საფერისტობაზე კაი მორჩით ახლა გასართობად თამაშობ თუ ერთმანეთის დასახოთ სად მაშინ უთხარი ნუ აფერისტობს აუ საერთოდ აღარ იცი რა ეგ როდის იყო მაგის მე გავიზარდეთ ხო ეგრე აღარ განმეორდება რატომ მეპარება ეჭვი თქვენ დაპირებაში მონოპოლი დიდ ხანს გრძელდება კაი მაშინ მაფიოზობანა ვითამაშოთ ეხლა უკვე მუღამი მომეცა მაფიოზობანა მეც მომწონს თან რამეზე ვითამაშოთ რაზე აბა რავი წაგებულს მოგებულთან ერთ სურვილი კონდეს ო კაი აზრია თან ოთახი მაფიოზობანა სტილში მოვაწყოთ აუ კი მაგრამ ხუთში გამოვა რატომაც არა კაი მე ნიღბებს მოვძებნი სადმე ოთახში უნდა მეგდოს თქვენ მანამდე მოაწყეთ ოთახი მოსულა რა არის? რა არ მოგწონს? მაფიოზობანას თამაშობს თუ ბანკი გაგვაქვს? გონი უფრო ზოოპარკში მივყავართ ემილის. აუ ნუ ბოდიალობთ, მთავარი არ იხედებოდეთ და რა მნიშვნელობა აქვს? დავიწყოთ? და წამყვანი ვინ იქნება? ყველას თამაში გვინდა. მოკლე ასანთის ხერით გადავწყვეტოთ. მოიცა? მოიცა პირველი მე ვიქნები, მეტი შანსი მექნება. მირი. არის მუშაობა სტატისტიკა.
ო, კაი, ვიქნები წამყვანი ხო? მზად ხართ მონაწილეებო? პირველ რიგში ნიღბები მოირგეთ. ლაზარე, რამე სასაცილოა? არა ბატონო წამყვანო, განაგრძით. ძვირფასო მოქალაქეებო. მე თქვენ ახლა დაგერიგებთ 4 კარტს. ერთზე მაფიოზია გამოსახული და ნაჩვენსამზე პატიოსანი მოქალაქეები. პატიოსანი მოქალაქეების მიზანია, რომ მაფიოზი მოკლან. გასაგებია წესები. დიახ. სანამ თამაში დავიწყებთ, შეგიძლიათ პირველი შთაბეჭდილებები გაგვიზიაროთ. დავიწყოთ ემილიასგან. არ ვიცი, გამოტოვე პირველ კომენტარს. ნახდად არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს მაფიოზი. გასაგებია. ლაზარე. უეჭველი ალექსანდრია. მე რაზე? რაღაცის დამალვა რომ უნდა ტუჩი ოდნავ გვერდზე ეწევა და წამიერად ეღიმება. აუ რა მოიგონა. კარგი. ალექსანდრას გვეტყვის. მე ვაპირებდი რომ კომენტარო დამეტოვებინა, მაგრამ რადგან ლაზარემ რაღაცების მობოდო დაიწყო, ჩემი აზრით თამაშს არ ემამდა და ლაზარე ამაფიოზი. აუ პროფესორი. არის რაღაც ლოგიკა. ემილი კაი რა. სიჩუმე. დაჩის მოусმინოთ. მეც არ ვიცი, გამოტოვებ ჩემ კომენტარს. კარგით. გაიკეთეთ ნიღბები და მაფიოზმა აწიოს ხელი თუ ვის კლავს. მიღებულია. მოიხსენეთ ნიღბები. მაფიოზმა იმსხვერპლა ლაზარი. აი ხო ვამბობდი რა. დაგვიტოვე შეიმბლო სიტყვები. აშკარა რომ ალექსანდრია მაფიოზი. აუ რას მერჩის? აცადე ლაზარეს. ჩემი აზრით დაჩი და ემილი არიან პატიოსნები და ალექსანდრე არის მაფიოზი. მორჩა თამაში. ეს იყო ჩემი კომენტარი. გასაგებია. ახლა პატიოსნება უნდა მიიღო მთავარი გადაწყვეტილება. თუ ვერ გამოიცნეს მაფიოზის ვინაობა, პატიოსნები აგებენ და მაფიოზს აქვს ერთი სურვილი. მსჯელობას დაიწყებს ემილი. გმადლობს ბატონო წამყვანო. თეორია რომ ალექსანდრეს გაეღიმა, ეს ლაზარემ დაინახა და მაფიოზად ჩათვალა. მომწონს. გაგრძელებაც კარგად დაემთხვა. ლაზარე მოკლა მაფიოზმა, მაგრამ ნამეტანი კარგად ეწყობა ლოგიკა და ეგ მაიჭვებს. შეიძლება დაჩია მაფიოზი. დაინახა აქ რაც ხდებოდა. მოკლა ლაზარე და იცოდა რომ ალექსანდრეს დაბრალდებოდა. გასაგებია. ალექსანდრე ჭერია. მადლობა ემილი. ლაზარის ბოდიელი ღიმილზე ტყუილია, მაგრამ მეც მგონია რომ დაჩი კარგად დაიჭირა ეს მომენტი და სათავისად გამოიყენა. მე რატო? დაჩი შინინჯერია. არ ვიცი რა თქვა. მე არა ვარ მაფიოზი. ან რატო უნდა გამიგდო ლაზარე? გავაგდებდი ემილის. და ლაზარე და ალექსანდრეც არ დაჭამდნენ ერთმანეთს. და უფრო მარტივად ასე მოვიგებდი. ეგეც მართალია. არ ვარ ემილი, მე მაფიოზი. აცადეთ დაჩის. მოკლედ. მე არ ვიცი. მაგრამ ჯერა ლაზარესი და მე ვასახელებ ალექსანდრეს. მე ვასახელებ დაჩის. ემილი. შენ უნდა გადაწყვეტო. ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე დამაყენეთ. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რომ სავირჩეო, რადგან მაფიოზი ვიყავი.
მე. ერთგულებაზე საოცარი რამ არის არსებებს არასდროს მეგობარი რომელიც მუდამ მიყურეთ და ისწავლეთ პატარა ჩაინიკებო. გაგათბობს ეს სიყვარული აუ ისო ლაზარეს გამოწავაგე. გაეღიმა კუთხეში ზიდა პროფესორობს. მე რა შუაში ვარ? რაც დავინახე ის თქვი. შენ კიდე შეგეკავებინა ეგ ღიმილი. და ემილის რატო არ მივიტანეთ ეჭვი? იმიტომ რომ გენიოსები მშვიდად და წყნარაციან. კარგი, გითხარი შენი სურვილი. ჩემი სურვილია რომ მე მგონი მოვშით. ეს რა არის? ეს სიყვარულია იმ მეგობრობის და საწყისი ისამდე ძვირფასია და შეუფასებელი როგორც ოქროს საწმისი